მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი ავტოსერვისიდან. დღეს გვექნება ჩვენი მეორე პროექტი F30-340-ის განხილვა, პატარა განხილვა, რადგან სამღებრო სამუშაოები და სათუნუქე დამთავრდა თემქაზე. ნახავთ ჩვენ მეორე ვიდეოს და თუ არ გინახეთ, აუცილებლად გადადით და ნახეთ, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო დეტალზე ყვები თუ რა გავაკეთეთ დღემდე. რაც შეეხება ნაწილებს, ძალიან ბევრი ნაწილები მქონდა შეკვეთილი, ჩამოსულია საქართველოშია ჩვენთანაა და თქვენთან ერთად მინდა unboxing-ი გავაკეთო. ნუ მოკლედ დღეს შევეხებით ორ თემას, ჩვენ 340 და ჩვენ ნაწილებს, რაც უკვე ჩამოსულია. რაც შეეხება ამ ავტომობილს, ჩვენ პირველ ვიდეოში ძალიან ბევრს ამ ავტომობილის ექშენი, ბოლი, კვამლი დააკლდა და რამოდენიმე დღის უკან დაიდო ჩვენი მეგობრის არხზე, პაპელას არხზე, აი ამ ავტომობილის პატარა ექშენი. შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ პაპელას არხი, ჩაუჯდეთ და უყუროთ, რადგან ძალიან მაგარი და საინტერესო ვიდეო გადაიღო ბიჭებო. Hey, look. Check how we moving with the vision in mind. I'm low side with my niggas on division with slime. Been making plays, I'm finna dish 'em a dime. I feel my pocket vibrating, that's your bitch on the line. Check how I'm living with the vision in mind. I'm low side with my niggas on division with slime. You tryna hit me, gotta get in the line. Better go and get you some business instead of dipping in mine. Look, I hit the avenue, baby, I'm on a mission. I peel a scabber too if you play me some pimping. I used to talk a lot lately I ნახავდით ჩვენ მეორე ვიდეოს და თუ არ გინახეთ, აუცილებლად გადადით ჩვენ გვერდზე. გამოიწერეთ არხი, უყურეთ ვიდეოს, რადგან ჩვენი მეორე პროექტი, რომელიც იქნება 1500-ზე, მოკლე მიმოხილვა გადავიღეთ. ბევრი არაფერი არ გაგვიკეთებია. დასრულდა სათუნუქე სამღებრო სამუშაოები და უშუალოდ უკვე გადმოვიყვანეთ ჩვენთან ავტოსერვისში. ჩვენთან ამ მანქანას ჩაუტარდება ტექნიკური მხარე, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს დავამონტაჟებთ საწვავის სისტემას, დამატებთ კომპიუტერს და ასე შემდეგ. აუცილებლად გადავიღებთ შემდეგ ვიდეოებში და ნახავთ თქვენ თვითონაც. სანამ გადავინაცვლებთ ჩვენს მაღაზიაში, მინდა პატარა დეტალი დავამატო და მომენტით ვისარგებლო. ჩვენი ავტოსერვისი მდებარეობს თემქამუხიანის გადასასვლელზე, მგვალი პოლიციის მოპირდაპირე მხარეს. შეგიძლიათ მოგმართოთ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დაგეხმაროთ ყველანაირად. ეხლა კი გადავინაცვლოთ ჩვენთან მაღაზიაში 340-ისთვის ქონდა ძალიან ბევრი დეტალები შეკვეთილი, ჩამოსულია და თქვენთან ერთად მინდა unboxing-ი გავაკეთო და გითხრათ თუ რასად ვიყიდეთ და საიდან ჩამოვიდა და რა დაგვიჭდა. Baby dragging a wagon, I wonder how did she tow it. I'm that diva receiver, already know this shit, throw it. I touch down for the touchdown, make little baby bust down. Rude as I wanna with that, I don't give a fuck sound. Every time they come round, spitting that garbage. Think he kicking me knowledge, but I was skipping. ნაწილები შეკვეთილი გვაქვს ძალიან ბევრი, ნუ ამ ეტაპზე ჩამოსულია სადღაც 70% ნაწილების, 30% გზაშია და აუცილებლად გადავიღებთ ჩამოსვლისთანავე მაგ ნაწილებსაც და გაჩვენებთ რეები გვაქვს ამოწერილი და რა ჩამოვიდა. ამ ეტაპისთვის რაცაა ჩამოსული თქვენთან ერთად unboxing-ს გავაკეთებ. რადიუმიდან გამოვწერეთ საწვავის სისტემა უფრო მეტად, რადგან გამოცდილი ბრენდია ზოგადად ბაზარზეც და ჩვენც გამოცდილი გვაქვს ჩვენ პირველ პროექტში. შესაბამისად, ისევ რადიუმს მივმართეთ. ეს არის საწვავის ფილტრი, მაღალი გამტარიანობის, რომელიც იქნება 10-ზე აწყობილი, ანუ 10-ით მივაწოდებთ ძრავს საწვავის სისტემას. ნუ მეტი ისეთი ამას ახლა განსაკუთრებული დანიშნულება არაფერი აღარ აქვს, გარდა იმისა, რომ ფილტრავს საწვავის სისტემას. რაც შეეხება ამ ყუთს, ნახოთ რა დევს. ამ ყუთში დევს რადიუმის, ანუ ანტიატლივის, ჩვენ პირველ პროექტზე უკან ბაგაჟნიკში რაც გვიყენია, ბაკი ანტიატლივი და სადაც უშუალოდ 3 ბენზონასოსი დევს, მაგ ბაკის მაჩვენებელია თუ რა დონეზეა საწვავი ანტიატლივში. ეს არის ელექტრონული ნაწილი, რომელიც უშუალოდ უკვე დამონტაჟების პროცესში რო გადავალთ, აუცილებლად შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოებში როგორ მონტაჟდება. ამისთვის დანამჯერდება. გიომად ხოვე დანა? ვერ ხსნი მეგობრებო, კარგად იყავით. ეს ვერ ჩავჭრათ ხო თუ იყოს? გავხსენი. აქ რაღაცა საინტერესოებია. ნახოთ, ხო, რაც შეეხება ფასებს, ეხლა ზუსტად არ მახსოვს რა როგორ და რა დაჯდა და აუცილებლად ნაწილების განხილვის პროცესში ვიდეოს დაიდება ყველა დეტალის ფასი თუ რა დაჯდა საქართველოში.
აქ რაღაცა ცოტა მძიმედებს ეს გამომართვი ეს არ პირდება ეს არის გიო გამომართვი ეს არის ისევ რადიუმიდან გამოწერილი დეტალია რომელიც უზრუნველყოფს რო გაჩვენეთ საწვავის ფილტრი ჩდება ამაში და აქვს გაგრილების სისტემა ანუ გაგრილების სისტემა რაში უჭირდება საწვავი რო არ გაგვიცხელდეს ტემპერატურა რო საწვავში არ ავიდეს რაც უფრო ცივია საწვავი მით უფრო უკეთესია ზოგადად ამხელა ჯანი და ცხენის მანქანისთვის გრილი საწვავი იყოს რადგან რაც უფრო გრილია საწვავი მით უფრო მეტი ჩადის ცილინდრში შესაბამისად გამოვიწერეთ ეს გაგრილების სისტემა სადაც უშუალოდ დამონტაჟდება შიგნით საწვავის ფილტრი ამ ყუთს რაც შეეხება აქაც იგივე დევს საწვავის სისტემის ფილტრის გამაგრილებელია აი ამ შუაში ჩვეულებრივად იხსნება ეს ბოლტები ეს თავი არ იხსნება მაგრამ საწვავის ფილტრი რო შეიძლება მე მოიჭირება და ჩვეულებრივად ქვემოდან მანქანაზე корпуსზე დამონტაჟდება ნახოთ შემდეგ ყუთში რა დევს ეს ვაფშე საერთოდ აქ უკვე ბენზონასოსებია. ბენზონასოსები, არა, ბენზონასოსი. ამ ბენზონასოს რაც შეეხება ჩვენ წინა პროექტზე F80M3-ზე გვიყენია Walbros ბენზონასოსები, რომელიც სულ ჩართულია 100%-ზე, რაც შევამჩნიეთ საწვავის სისტემის გაცხელებას იწვევს. ეხა ამ მეორე პროექტზე შესაბამისად ავდექით და გამოვიწერეთ ისეთი ბენზონასოსები, რომლის დატვირთვის საშუალებაც გვექნება თუნდაც 20%-ზე, 30%-ზე. აი ხალასტოიზე რო ადგილზე მუშაობს მანქანა 100%-ზე რო არ იყოს ჩართული და დაბალი დატვირთვით რო მუშაობდეს და საწვავის სისტემა შესაბამისად უფრო გრილად იქნება. ამის დამონტაჟებას რადიუმის ბაქში თავისი კაბელებით, სამაგრებით აუცილებლად შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოში თუ როგორ მონტაჟდება. მეტი განსაკუთრებული აქ არაფერი არ ხდება ამ ყუთში. დანარჩენი რა გვაქვს? ჩვენება ეს მე მგონი რადიუმის ანტიატლევია, კი. მოდი გიოცენი გამომართვე. რაც შეეხება ანტიატლევს, ამასაც ნახავდით ჩვენ პირველ პროექტში, ბაგაჟნიკში რაც აყენია და წერა რაზეც ვისაუბრე. ეს არის ანტიატლევი. ესეც რადიუმიდან გამოვიწერეთ, აი ეს გამოვთვიო. ესეც რადიუმიდან გამოვიწერეთ, ეს მონტაჟდება. არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლიათ წინაც დაამონტაჟოთ, მაგრამ სასურველია რომ ბაგაჟნიკში იყოს, რადგან წინ გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ მოხდეს და მიარტყათ მანქანა ან რამე დაზიანდეს, დიდი საშიშროებაა რომ ესეც დაზიანდეს და ცეცხლი გაუშვდეს ავტომობილში. შესაბამისად ეს დგება ბაგაჟნიკში, რაც შეიძლება სიდენიასთან ახლოს, რადგან უკნიდანაც უდარი რომ მოუვიდეს მანქანას, ესეც მაგ შემთხვევაშიც არ დაზიანდეს. ამაში ქარხნული ბენზონასოსი აწვდის საწვავს, შემდეგ ეს ივსება და ამაშივე დგება ორი ბენზონასოსი, რომელიც უშუალოდ ახდენს ძრავის მიმართულებით საწვავის მიწოდებას. ძრავიდან ბრუნდება თავისთავად საწვავი და ისევ შემოდის ანტიატლევში და აქედანვე გადადის ისევ ქარხნულ ბაქში. აუცილებელი აქედანვე გადავიდეს ქარხნულ ბაქში, თუ აქ დარჩება ძრავიდან დაბრუნებული საწვავი, ძალიან გაცხელდება და შესაბამისად მანქანაზეც იმოქმედებს. აბა სხვა რა გვაქვს? ესეც რეფლექსი. ჩვენ პირველ პროექტზეც გვიყენია ზუსტად ეს კომპიუტერი, რომელიც უკვე გატესტილია და ძალიან მაგრად მუშაობს და ეს არის რეფლექს პლუსი, ბოლოთაობა, რომელიც მართავს დამატებით ინჟექტორებს, მართავს ბუსტს, მართავს, რავი, ყველაფერს მართავს, თუ რაც კი შეეხება დამატებით ნაწილებს, რასაც კი დავაყენებთ. ამას მეტი განსაკუთრებული ფუნქცია არაფერი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქვია დამატებითი კომპიუტერი და არის რეფლექსის. ეს არის რეფლექსის ყუთი, რაშიც სავარაუდოდ დევს თავისი კაბელები. ეს კაბელი არის მთავარი კაბელი, დამატებითი ინჟექტორებზე მიდის, რეფლექსიდან გადადის დამატებითი ინჟექტორებზე, რომელიც დამატებითი ინჟექტორები დგას ცივ კოლექტორზე. აქვს სპირტის სენსორის შტეკერი და აქვს დამატებითი მრავალი ფუნქციის შტეკერი, რომელსაც გამოვიყენებთ
და რას გამოვიყენებთ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რადგან უკვე ამის მონტაჟის პროცესში გვეცოდინება ზუსტად რა დაჩიკებს დავაყენებთ და რა შევაერთებთ ამაზე. Am etapისთვის რაც ვიცი, უეჭველი დავაერთებთ დამატებით ინჟექტორებს, უეჭველი დავაერთებთ სპრინტის სენსორს, ასევე დავაერთებთ დამატებით ბენზონასოსებს და დავაერთებთ ბუსტის დაჩიქს. თუ რამე ზედმეტად დაგვჭირდება დამატება, აქვს თავისი შეკერები, სადაც შეგვიძლია დამატებით ფუნქციებითაც ვისარგებლოთ. Აი ეს გიო გამომართვე. ჯერ არ მინდა მოიცადე აქ კიდე არის რაღაცები. ეს არის სპირტის სენსორი დგება აბრატნიდან, ანუ ძრავიდან მომავალზე, რომელიც უკვე ბაკში ბრუნდება, აი მაგ შლანგზე, სასურველია მაგ შლანგზე იდგეს, პადაჩის შლანგზე არ არის კარგი რომ იდგეს, რადგან იქ მაინც პადაჩაა და უფრო რაოდენობით და სისწრაფით მიდის საწვავის სისტემა, ზოგადად საწვავი ძრავის მიმართულებით და ზოგჯერ ვერ აღიქვამს ხოლმე ადრე. ესეც სპირტის სენსორის კაბელები. ეს არის უშუალოდ რეფლექსის კაბელი, რომლითაც ირთვება და იმართება. ანუ ეს წვერები, ამასაც გადავიღებთ თუ როგორ მონტაჟდება ძრავის კომპიუტერზე, რომ რეფლექსმა აღიქვას ძრავის კომპიუტერი და შეთავსდნენ ერთმანეთთან. ეს არის აბრატნი კლაპანი, რომელიც არის 1500 ცხენიანი, ამას მეტი დანიშნულება არაფერი არ აქვს, გარდა იმისა, რამდენ ბარსაც მიუთითებ, ეგ ბარი, რომ დაიკავოს ძრავის მიმართულებით ინჟექტორებში წნევა. დანარჩენი დააბრუნოს ბაკში. ნუ აქ პატარა შეკერებია, რომელიც უშუალოდ უკვე მონტაჟის დროს გაჩვენებს სად რა დგება. განსაკუთრებული აქ ამ ყუთშიც აღარაფერი აღარ ხდება. აბა ვნახოთ რა არის შემდეგ ყუთში. საინტერესო დეტალი იქნება, კი, ნამდვილად საინტერესო ნაწილია. oil catch-ს რო დავამონტაჟებთ, მანქანაზე ანუ oil catch-ის სისტემას რო ავაწყობთ, oil catch-ში მოგეხსენებათ, რომ ძრავიდან წამოსული კონდენსატი ცოტა ზეთი მოყვება, ცოტა ნაგარი მოყვება, გროვდება oil catch-ში. oil catch-ში რო არ დაგროვდეს და თვეში ორჯერ და სამჯერ მაგის მოხსნა გარეცხვა და გასუფთავება არ დაგვჭირდეს, შესაბამისი ნაწილი გამოვწერეთ, რომელიც უშუალოდ დგება გამშვებ ტრასაზე და აქედანვე ხდება oil catch-დან ნაგარის გატანა გარეთ. ამ ნაწილს რაც შეეხება, ეს არის ათბარიანი სენსორი მოტოსპორტის, რომელიც დგება საწვავის სისტემაზე. კარგი იქნება თუ პორტთან რეიკასთან სადმე ახლოს დააყენებთ, რადგან მნიშვნელოვანია თუ რა PSI-ა და რა ბარია საწვავის სისტემაში. ამ ყუთში რა გვაქვს? ეს არის ესეც რადიუმიდან გამოვწერეთ. მე მგონი რადიუმიდან გამოვწერეთ, ზუსტად არ მახსოვს, ნახავ და მაგასაც აუცილებლად ჩავსვამთ კადრებში. იდეაში ჩვენ ამ ყველაფრის ჩამოსული რა ნაწილებიც გვაქვს, ფასებს ყველაფერს ვიდეოშივე ამ ყუთებს რასაც ხსნით და რა დეტალსაც განვიხილავთ, ფასებს დავაწერთ აუცილებლად, რომ თქვენც იცოდეთ რა დაჭდა. ეს არის ავტომოტივის ბენზონასოსები გაჩვენეთ დასაწყისში, ბენზონასოსების რელე, მართვის რელე რა, ეს მართავს თუ რა რაოდენობით ჩაირთოს, თუ რამდენ პროცენტზე იმუშაოს, ხალასტოიზე იქნება თუ მიმავალზე. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეს, რომ ბენზონასოსები გაიმართოს ამ რელეს გარეშე, ეგ ბენზონასოსები არ იმართება. ხო, აი ამ დეტალს რაც შეეხება, ეს დეტალი გაკეთებულია საქართველოში. წინა ვიდეოში ჩვენ 340-ზე რო ვისაუბრეთ გოჭებთან დაკავშირებით, გაგლილების სისტემასთან დაკავშირებით, გოჭი რადგან გავაუქმეთ, დაგვჭირდა აი ესეთი დეტალის აწყობა და გაკეთება, ეს გააკეთა ჩიპმეიკერამ ჩვენთან აქ საქართველოში და უშუალოდ გოჭის მაგივრად დგება ეს დაფა და ამ ორი შლანგიდან გამოდის ზეთი, შედის წინა რადიატორში, სადაც აერზე გრილდება და ბრუნდება ისევ უკან. ესეთი კარგი ნაწილი გაგვიკეთა ჩვენმა მეგობარმა. აქ რა გვაქვს? რადიოს გამოვთვალე. ესეც საწვავის ფილტრია, ნუ ეს თავიდანვე განვიხილეთ რა იყო, ეს ორი ცალი მაქვს გამოწერილი და აუცილებლად განახებთ ორივეს მონტაჟის დროს, თუ სად დამონტაჟდება და როგორ. შემდეგი. ხო, ეს არის მეგობრებო ინჟექტორები.
რაც შეეხება ამ ინჟექტორებს. ჩვენ წინა პროექტზე გვიყენია 1050 ცეციანი ინჟექტორები და იქ გვაქვს სადღაც 1300 ცხენი ძრავზე, რადგან ჩვენ მეორე პროექტზე გვინდოდა რომ 1500 ცხენი ამოვიღოთ, შესაბამისად შევიძინეთ 2600 ცეციანი ინჟექტორები. საწვავის ნაკლებობა რო არ გქონდეს და ყოველთვის ჯობია საწვავის სისტემა ზოგადად მეტობაში იყოს ვიდრე ნაკლებობაში. და მაგიტომ ავდექი და მაქსიმალური ციფრი რაც ქონდა Dynamics ინჟექტორებს ჩამოვიტანეთ 2600-იანი რა და ძალიან მაგარი ინჟექტორებია, გამოცდილია და ძალიან მაგრა მუშაობს. რამოდენიმე სხვა ინჟექტორებიც ქონდა ჩვენ ჩამოტანილი, მაგრამ არ გაამართლა და არ იმუშავა. შესაბამისად ჩამოვიტანეთ ისევ Dynamics-ი. ეს ბენზონასოსია ისევ ეს განვიხილეთ უკვე და ორი ცალი მქონდა ესეც შეკვეთილი და ესეც გიოს გადავაწოდოთ გვერდზე, რაც შეეხება ამ ყუთს. ამ ყუთშიც მეორე ბენზონასოსის რელია, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, ორი ბენზონასოსი გვაქვს და ორი რელე გვაქვს და შესაბამისად ორი საწვავის ფილტრი გვაქვს. ამ ყველაფრის მონტაჟს განახებთ, რადგან ეს ნაწილები შეკვეთა ერთია, ჩამოტანა მეორე და ყველაზე მთავარი რაც არის ამ ნაწილების სწორად დამონტაჟება. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ამ ყველაფრის დამონტაჟების ვიდეოებს დავდებთ აუცილებლად ჩვენ გვერდზე და თქვენს გეცოდინება თუ როგორ უნდა დაამონტაჟოთ. ეს ყველაფერი ზოგადად საქართველოს YouTube-ში კი არა და მსოფლიოში მეც რო დამჭირებია და რაღაცა მომიძებნია YouTube-ზე თუ რა როგორ მონტაჟდება, ძალიან ცოტა დევს ეგეთი ვიდეოები და მე მგონი რომ სასარგებლო იქნება თქვენთვისაც. აქ ისევ საწვავის სისტემის არის ეს ბენზონასოსის ფილტრები და ესენია და ეს უკვე განვიხილეთ. ეს კიდე რადიუმი ანტიატლივის აენებია, უშუალოდ საიდანაც ხდება საწვავის სისტემის შლანგების აწყობა. ამ ყველაფრის მონტაჟებს გავაკეთებთ და ჩავწერთ. აბა გიო რა გვაქვს სხვა კიდე? ეს არის აალების სანთლები, ეგრეთ წოდებული სვეჩები და ჩამოვიტანეთ რეისინგ სვეჩები, რადგან 1500 ცხენზე გვინდოდა და გვინდა მანქანის აწყობა და სტოკი სვეჩები ვერ ძლებს, მალევე ფუჭდება და მოგვიწია სვეჩების შეკვეთა და ჩამოტანა. ამ რეიკას რაც შეეხება, ეს არის დამატებითი პორტის ინჟექტორების რეიკა, უშუალოდ სადაც ხდება დამატებითი ინჟექტორების მონტაჟი და რატო გვაქვს რეიკა. ჩვენ შევიძინეთ ცივი კოლექტორი ალუმინის, რომელზეც უშუალოდ ალუმინის კოლექტორზე ვეყენდება ინჟექტორები, რადგან 4 მაისს არის დრაგი და ვერ ესწრება ამ კოლექტორის ჩამოტანა. გადავწყვიტეთ რომ დროებით ამ რეიკაზე ავაწყოთ და სტოკი კოლექტორი დავტოვოთ, რომ 4 მაისს მოვასწროთ ჩვენი მანქანით გამოსვლა. რაც შეეხება 4 მაისს და ჩვენ მანქანას 340-ს, ვეცდებით რომ მაქსიმალური ცხენი ამოვიღოთ. ძრავი ჯერ სტოკია ვაფშე გაუხსნელია და 900 ცხენს ვაპირებთ საბურავზე სტოკი ძრავიდან ამოღებას. რაც შეეხება მომდევნო ჩვენი ეტაპი ჩვენ 340-ზე აუცილებლად დაიშლება ძრავი და გაიკოვკება. თუ როგორ გავკოვკავთ და რა ნაწილებს შევუკეთავთ და რაც ჩამოვიტანთ, ამასაც აუცილებლად გაჩვენებთ. ეს არის წეღან რო ვახსენე ცივი კოლექტორი გვაქვს შეკვეთილი თქო, ცივი კოლექტორის რეიკა ზემოდან რაც დგება უშუალოდ უკვე ფარსუნკებზე. ჩამოგვივიდა მხოლოდ ეს დეტალი და ცივი კოლექტორის ჩამოვა სადღაც ალბათ თვენახევარში. ეს რატო გამოგვიგზავნეს მარტო ვერ ხვდებით. დანარჩენი რა გვაქვს? ყუთებში გვაქვს რამ გიო? ყუთები მორჩა. რაც შეეხება დისკებს, ტორმუზის სისტემას, ეხა ჩვენ ავდგებით და გაჩვენებთ თუ რატო შევიძინეთ ეს დისკი და თუ რატო შევიძინეს ეს ტორმუზის სისტემა. მარტო სილამაზე არ არის, მთავარია საქმეს აკეთებდეს და დანიშნულება კონდეს, რაც შეიძლება მსუბუქი იყოს და ზუსტად მინდა განხილვა გავაკეთოთ დისკის, თუ თითო დისკიდან რამდენი კილო ამოდის, როცა სწორად შეარჩევთ თუნდაც დისკ და თუნდაც ტორმუზის სისტემას. ამ ყუთში ვიცი რაც დევს, ბევრი აქ საინტერესო არაფერი არ ხდება, უბრალოდ შლანგებია, აენებია, 90 და 45 გრადუსის მოხვევებია, რაც უშუალოდ საწვავის სისტემაზე გვჭირდება ასაწყობად და აუცილებლად ამ ყუთსაც გავხსნით და გაჩვენებთ შიგნით რა დევს და უშუალოდ მონტაჟზე რო გადავალთ, ძალიან ბევრი ვიდეო დაიდება ჩვენ არხზე, თუ რას როგორ დავამონტაჟებთ.
ეხლა დავიწყოთ დისკებით, თუ რა განსხვავება ქარხნულ დისკში და ჩვენ ნაყიდ დისკში, ანუ მე ავწონი მხოლოდ თითო დისკს და მე თქვენ თვითონ მივხვდებით 4-ვე დისკში რა რაოდენობის წონა ამოვიღეთ. ეს არ უნდა გაწყდეს. 9 და რამდენია? 9 კილო და 150 გრამი, ხო? ეგრე გამოდის კი. კაი, ეხლა გვინდა ჩვენ ქარხნული დისკი. მოიტანი აბა ქარხნული დისკი. ძალიან მსუბუქი დისკია. თან სლიკებს რასაც ხმარობთ, სლიკებსაც გაჩვენებთ, ისიც ძალიან მსუბუქია. ეს ხო 0-ზეა მოიცა, უნდა გავანულოთ. ჩავერთოთ აი 0-ზეა. ბესო დააფიქსირე, ხო? 0-ზეა კი. უშავს, ნელა გავუშტორ ფეხზე დამიცი. ჩანა ხო? რამდენი? 14 და რაღაც. 14 და 14. ხო მე ვერ ვხედავ გვერდულად რო ესე გაიგნა. კაი, თქვენც მივხვდებით უკვე ჩვენ თითო დისკი ავწონეთ, თუ თითო დისკში რა წონა სხვაობა და მაგას გადაიანგარიჩებთ 4-ზე და მივხვდებით ზოგადად დაკიდების სისტემიდან რამხელა წონა მოხსენით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დრაგში, აჩქარებაშიც და გაჩერებაშიც, ყველაფერში აბსოლუტურად. გიო, ჩვენ უნდა ავწონოთ ახლა აპორნი დისკი. კერამიკის საპორნი დისკები გვაქვს, როგორც M3-ზე ვიყიდეთ, აქაც ანალოგიურად კერამიკა ვიყიდეთ, ტორმოზის სისტემა, რადგან მანძილი ამ მანქანაზეც და ამ მანქანის შემთხვევაშიც ძალიან პატარა გვაქვს ტრეკზე და თან რადგან კვადროა, ეს უფრო მაგრა აჩქარდება და უფრო მაღალი სიჩქარით დავაფინიშებ და შესაბამისად აქაც გამახვილებული გვაქვს ყურადღება გაჩერებას და პლუს წონაზეც. ნახოთ ახლა კერამიკის ერთი დისკი, აპორნი დისკი რა წონის არის? გავუშვი ბოლომდე? 7 და 3/5-იანი, ხო? ხო. კი ბატონო. და მოიტანე გიო წინა ერთი აპორნი დისკი, ქარხნული. ქარხნული მოიტანი და ვნახოთ რა წონა მე როგორც მახსოვს, ან 2 კილოა სხვაობა, ან 2 კილო ნახევარი, სადღაც ეგრე რა, ადრე მაქვს აწონილი და ზუსტად ზეპირად არ მახსოვს. და თქვენთან ერთად მაგიტო ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ თქვენ სამომავლოდ იცოდეთ, რომ წონას რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად. გიო, არ გინდა არაფრის მომა, მაგას პირდაპირ ავწონი ჩაუვლებრივად რა. აი, გვერდიდან გამოვდოთ სადმე და ეს უნდა გავანულოთ, ვაფშე გავთიშოთ და თავიდან ჩავდოთ. 0-ზეა. რამდენია? 9 და 305. კი. ის რამდენი იყო? 7 და რაღაც. 7 და 3/5-იანი. 7 და 3/5-იანი, ხო? სადღაც 2 კილო და რაღაცაა, ხო, სწორად მახსოვდა. ძალიან მაგარი სხვაობა. თითო აპორნი დისკიდან, ამხელა წონის ამოღება თან თითო დისკიდან, ეს 4-ზე რო გადაამრავლო, სადღაც ერთიანობაში ყველაფერი ალბათ 20-25 კილოს მოუყრის თავს უეჭველი და შესაბამისად 25 კილო რომ მანქანას მოვაკლო, რავი რა უნდა მოხსნა და რა უნდა დააყენო რა. ეხა რაც შეეხება სუპორტებს მოიტანე. სუპორტების ავწონოთ. სუპორტები როგორც ვიცი, წონაში საერთოდ არ განსხვავდება. მაგრამ მაინც ავწონი თქვენთან ერთად და დავაზუსტებ ეხა. მოიცა ეს გავანულოთ უნდა. წინა სუპორტი არის თავისი კალოტკებით 7 და 180. გიო, მოიტანე ხა იქედან წინა სუპორტი ერთი ცალი. და ნახოთ წინა სუპორტის სტოკი რამდენია. მე როგორც მახსოვს საერთოდ არა განსხვავება, მაგრამ მაინც თქვენთან ერთად ხა ავწონი და ვნახავ. ბესო შეიძლება ვფიქრობ, ხო ხედავ ერთი ცალი მხარე დაკიდების სისტემიდან რამდენი წონა ამოდის, თუ სწორად შეაზრჩევ ნაწილებს და სწორად ჩამოიტან და იყიდი. მოიცადე? საბურავზე, ხო? 4 და 600 ის რამდენი იყო? 4 და 6, მოდი მოიტან ერთ წამით. თავიდან გავიმეოროთ რაღაცა, მე მგონი ის 4 პორში მოიტანე. მოიტანე. ის 4 პორშინიანია, ესე 6 პორშინიანია. 4 და 600 იყო ის, ხო? მოიც არ გავუშვა. ის უნდა გავანულო, ხო, 4 და 600. აი ახლა ვნახოთ ეს რა. 7 და 135. ხო, იმიტომ რომ ამაში ერთი წამით, იმაში ძდებს კალოტკები, ამაში ძდებს, მაგრამ ეს არის 6 პორშინიანი და ის არის 4 პორშინიანი და მოცულობითაც დიდია
და შესაბამისად წონაც მაგიტო აქვს მეტი. რა გამოგვივიდა? აპორნებიდან ამოვიღეთ წონა და სუპორტებიდან ვერ ამოვიღეთ. პირიქით დაგვემატა, ხო? მაგრამ მაინც პლეიოფში. მაინც პლეიოფში ვართ. ნუ ერთიანობაში მაინც პლეიოფში ვართ და ერთიანობაში სატო ტორმოზის სისტემა გვაქვს ძალიან მაგარი რა. ის ფიზიკურად არ აჩერებს სტოკში საერთოდ ვაფშე და ეს ყველა ვიცით რომ ძალიან მაგრა ჩერდება და რავი, გატესტილია უმაღლეს დონეზე რა, თუნდაც ტრეკზე, თუნდაც ბანზე. რავი, შედეგები თქვენ თვითონაც ნახეთ და ეს სლიკი ბესო დააფიქსირე. ერთადერთი სლიკია საქართველოში, რომელიც ჩვენს პირობებში ეჭიდება და ძალიან მაგრა მუშაობს და ამასაც ახლა აუწონი აუცილებლად. გიო, მოდი დამეხმარე. აუწონო და ვნახოთ რამდენი კილოა, ძალიან ჩატია. აი ვერ აგიხსნით რა ისეთი წონა ვაფშე არ აქვს. ნახოთ აბა ეს რამდენია. მაგრამ მოიცადე, კარგად გამოიდო, აუშვი. 13 და 72, კაი, всё. 13 და 72. ეხა არა მაქვს მე მეორე სლიკი, ანუ სხვა სლიკი რა, უფრო სწორედ რომ აუწონო, მაგრამ თქვენ თუ გექნებათ, შეგიძლიათ აწონოთ და მივხვდებით, რომ ძალიან მსუბუქია. აგრეთვე ჩვენი სპონსორია ყველასთვის ცნობილი ავტოიმპორტიორი კომპანია Indigo Cars-ი, რომელიც ახორციელებს ამერიკიდან ავტომობილების ჩამოყვანას. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს და დღევანდელ დღეს მივდივართ ცინცასთან გადაცემაში, დანარჩენს ყველაფერს ნახავთ ცინცას არხზე, გამოიწერეთ მეგობრებო ცინცას არხი, დაალაიქეთ და გადააზიანეთ. მე კიდე გემშვიდობებით. რავი, საუკეთესო სურვილებს გისურვებთ ყველას. Another quarter off at times two. If it's money on the table, I'll be on it like Bobby or Epic. You peep the aesthetic, it's hard to forget it. I hear you talking, but you're hardly right. I'm the voice of your prototype. Summertime and then why? რაც შეეხება ჩვენ ავტომობილებს, მეგობრებო, მარტო მანქანები არ აქვს, M პაკეტები და იმები, ასევე ცუგებიც ყავს. ქარხნულად M პაკეტი არ იყო და თავის დროზე როგორც ჩამოვიდა, შევეცადეთ რომ მაქსიმალურად მიგვემსგავსებია M პაკეტს და თქვენც ხედავთ რომ დაბალპასატკიანია, ანუ პადვეს გააყენია და ასევე M პაკეტში ჩავსვით თავიდან ბოლომდე. არის ჩვენი მეგობარი და ძალიან საყვარელია, რავი. გვიყვარს ყველას აბსოლუტურად. ეს დგება ტრასაზე, ანუ გრუჩიტელზე, მაყუჩი, ხო.